საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო, იმედია ტექნიკური ხარვეზი აღმოფხრილია და დიდი ხნით არ შეგაწყენთ თავს. Რაღაც ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე მინდა ვისაუბროთ, რადგან დღეს არის ზუსტად ის დღე, რომელ დღესაც 18 წლის წინ ესეთი რაღაცა მოხდა. გულისხმობ აგვისტოს ომის პერიოდში მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რასაც არც ერთი ეგრეთ წოდებული ექსპერტი, ხელისუფალი, ოპოზიცია არავინ არ საუბრობს ამას და არადა ეს არის ერთ-ერთი ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოს როგორც სახელმწიფოებრიობის არსებობის და პერიოდულად მაშინ გაახსენდებათ, როდესაც თურქეთი ადგება და აფხაზეთის პასპორტების ცნობას დააპირებს. Სადღაც გამჟღავნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე თურქებმა ესა რა ქვია თავიანთ სასწავლო წიგნებში ჩაწერეს ის, რომ მათი არის აჭარა და ესე შემდეგ და ეს სულ ახალი მომენტი არის, როდესაც თელმა თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართვა გაუკეთეს ერდოღანს, აფხაზეთის დეიზოლაცია მოითხოვეს, განაცხადეს, რომ აფხაზეთი უნდა იქნას აღიარებული, მანამდე ამ ყველაფერს სჭირდება ჰუმანიტარული დერეფნები, ამაზე თბილისში არანაირი რეაქცია, არანაირი რეაგირება ამ ტრაკიდან განათლებული პატრიოტების, რომელი პატრიოტებიც Facebook-ზე ვენებს იჭრიან და რუსეთი ოკუპანტია, არანაირი ერთი გამოხმაურება არ ყოფილა, ერთი აქცია არ გამართულა თურქეთის საელჩოსთან და ახლა დიდგორობა დღე მოდის და ახლა პრეზიდენტი კი იყო დიდგორობა დღეს და კოცნიდა ათათურქის საფლავს და ახლა ივანაშვილის თამადობით მთელი ქოცები დაეწყვეთ, თქვენი დედა შევეცი და წადით და ერდოღანის საფლავი კოცნეთ, ენა მიყივლა, მიაგდვა ძაღლი მაგასაც. ათათურქის საფლავი კოცნეთ და თუ გინდათ სულთან სულეიმანის საფლავი, თქვენი ჯიში მონების ჯიშია და საერთოდ ასე შეგიძლიათ გააგრძელოთ ცხოვრება და რა თქმა უნდა ეს თემა არავის არ აინტერესებს რა. ხლა მე მინდა გავიხსენო 2008 წლის მოვლენების პერიოდი, როდესაც თურქები ძალიან მზაკრული გეგმით ცდილობდნენ თავიანთი გეგმების რეალიზებას და თავიანთი საზღვრიდან 100 კილომეტრის რადიუსში ბუფერული ზონის დაკავებას თურქეთის უსაფრთხოებისთვის, რადგან ნატო-რუსეთის საზღვარი არის, აღმოჩნდებოდა ეს საზღვარი საქართველოს ოკუპაციისთვის და პირდაპირ შეხება რო არ ქონოდათ უშუალოდ ამ მოტივით აპირებდნენ საქართველოში ბუფერული ზონის შექმნას. 2008 წლის 9 აგვისტოს მოსკოვში გადაფრინდა ერდოღანის წარმომადგენელი, რომელმაც პუტინს პირდაპირ ჩაუტანა თურქული წინადადებები იმის შესახებ, თუ საქართველო როგორ უნდა გაეყოთ, თუ კი რუსები აპირებდნენ საქართველოს ოკუპაციას სრულად და გამომდინარე აქედან თურქეთი არ უნდა დარჩენილიყო ხახამშრალი, მას თავისი ისტორიული მიწები უნდა დაეცვა და ამ მიწებზე მცხოვრები მუსულმანი ძმები, რომლებსაც თავის მოქალაქეებად თვლის და მიიჩნევს და მოკლედ 2008 წლის 9 აგვისტოს ერდოღანის წარმომადგენელი ჩაფრინდა მოსკოვში, ჩაიტანა ეს მოთხოვნა, გაიხსენეს ყარსის ხელშეკრულება, რომელი ყარსის ხელშეკრულების მიხედვითაც თუ კი რაიმე საფრთხე დაემუქრება აჭარას, ამ შემთხვევაში თურქეთი გამოჩნდება და ვალდებული არის იმოქმედოს როგორც ამ ტერიტორიის და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, ესე რომ ვთქვათ, მფარველად, მფარველ ძალად
და სხვათა შორის გაიხსენეს ასევე 1918 წლის სულ აძაღლებული ჟორდანიას მთავრობის და თურქეთის მთავრობის გერმანიის შუამავლობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელზეც მე ვიდეობლოგი მაქვს გაკეთებული და ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რას ეხებოდა ეგ, ვითომ დამოუკიდებლობა რომ მოგვიტანა გერმანიამ. ეს არის 4 ივნისის ხელშეკრულება, როდესაც ჟორდანიას სულ აძაღლებულმა თურქეთს დაუთმო მთლიანად მთელი აჭარა ჩოლოქამდე, ახალციხე, ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი მთლიანად და საქართველოს რკინიგზას ვალდებულება აიღო, რომ თურქული ჯარების ასევე გამტარი იქნებოდა, თურქული ჯარის ასევე მომარაგება და უზრუნველყოფა და კვება საქართველოში უნდა მომხდარიყო, ქართველებს უნდა მოეხდინათ. და ეს ყველაფერი ეს ვალდებულებები, რასაც ხელი მოაწერა დღეს რო უყვართ ესე ცივილკევილი და გახსენება, რომ თურმე სტალინმა გადაცა თურმე აჭარა, εμას რა ქვია, ტაოკლარჯეთი εμას რა ქვია. თურქეთს არა ჩემოკარგებო. გაცრავად ტექნიკური ხარვეზია. თურქეთს ტაოკლარჯეთი თავისი აჭარით გადასცა ჟორდანიამ და სტალინის დამსახურება არის ის, რომ შემდეგში მოხერხდა ახალციხე, ახალქალაქის და აჭარის შენარჩუნება საქართველოს შემადგენლობაში. ეს იდიოტებისთვის და დებილებისთვის, ავადმყოფებისთვის რომ იცოდეთ, ამდენი განათლება რო გქონდეთ, მაგრამ თურქებმა გაიხსენეს ეს ისტორიული მომენტი. არისო 100 წელიც არისო ამ ხელშეკრულებიდან გასული, ამიტომ თურქებმა ეს ყველაფერი შვენივრად საჭირო მომენტი ნახეს და ასევე პირობა დაუდეს პუტინს, რომ ისინი ხელს შეუშლიდნენ ამერიკული ხომალდების შემოსვლას საქართველოში, რომლებიც, რა ვიცი, პამპერსის დაწყლისთვის და რა ვიცი, რისთვის მოდიოდნენ. და მათ ეს პირობა წარმატებით შეასრულეს. მაშინ ამ გემებს ჯერ ისინი საომრად არ მოდიოდნენ საქართველოში. მოდიოდნენ ფსევდოჰუმანიტარული რაღაც მისიით, რომ მიტოვებული არისო თურმე საქართველოს და გვერდში ედგათ მოკავშირე და მაშინ თურქებმა უარი განუცხადეს ბოსფორის სრუტის გავლაზე. მერე როდესაც მოკავშირემ, ამერიკის მოკავშირე თურქეთმა, თავის მოკავშირე შეერთებულ შტატებს თავის ისტორიული მტრის, ამას დააგვერდით. რუსეთი და თურქეთი არიან ისტორიული მტრები, გენეტიკური მტრები. არავისთან არა აქვს იმდენი ნაუმარი რუსეთს, ისტორიულად რამდენი ნაუმარიც აქვს თურქეთთან. ყველაზე მეტი ომი რუსეთს გადახდილი აქვს თურქეთთან და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს ისე ისტორიაში, ისიც როდესაც თურქების მხარდამხარ იბრძოდნენ ფრანგები, ინგლისელები, სარდინიის სამეფო და ესე შემდეგ რა. ეს ყირიმის ომს გულისხმობ. 53-56 წელი და აქედან გამომდინარე თურქები აპირებდნენ ღიად ამ ხელშეკრულების რეალიზებას, რათა დაეცვათ ბუფერი. ეს ყველაფერი დაადასტურა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, ტელეკომპანია პირველთან თუ საინფორმაციო პირველი იყო, არ მახსოვს ზუსტად. ორიდან ერთ-ერთი იყო საუბარში, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თბილისის დაცემის შემთხვევაში გადაბარგდებოდა ბათუმში და ბათუმში მოხდებოდა თურქული ჯარის მფარველობის ქვეშ საქართველოს დამოუკიდებელი, ესე რომ ვთქვათ, რესპუბლიკის ხელისუფლების შენარჩუნება და ამით ძალიან ბედნიერები იყვნენ. და დღეს ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ეს თარიღი ახლოვდება და თურქები აკეთებენ განცხადებას და ღია მოწოდებას აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით, აფხაზური პასპორტების ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოში არანაირი რეაქცია არ გააჩნია არავის. გასაგებია ის, რომ რუსეთი დამპყრობელია, გასაგებია ის, რომ
დიახ ბატონო, რაც მოხდა და რაც გაკეთდა, ეს არის რუსული არმიის დამსახურება, მაგრამ აქ გვავიწყდება ესა რა ქვია, ერთი მთავარი ფაქტორი. ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების წვლილი რა არის ამ ყველაფერში, როდესაც გამოიწვია და მისცა ყარი საბაბი რუსულ ჯარს დაიწყო ინტერვენცია საქართველოში. აი ახლა რამდენი ხნის შემდეგ გამოდის აგერ მედვედევი და ამბობს პირდაპირ, რომელიც მაშინ პრეზიდენტი იყო. დასავლეთმაო საქართველო ჩვენს წინააღმდეგო გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნურ იარაღად გამოიყენაო და ეს არის 100%-იანი. ეს არის 100%-იანი. დიახ, ასე იყო. სხვათა შორის საინტერესო არის ის, რომ აი ამათ შიდა ძიძგილაობას გამოეხმაურე სეპარატისტები. ახლა რა თქმა უნდა აქ იტყვიან, რომ სეპარატისტებიო, ახლა აბაო რაო, მაგის დედაც მაგენი რა სიტყვიანო, მაგრამ შათ ეგრე არ არის. ნაცქოცური ერთმანეთის გლეჯვა არ რჩება ცხინვალში, სოხუმში და მოსკოვში ცალკე, ასე რომ ვთქვათ, ყურადღების გარეშე და აი მათი განცხადებები, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ირაკლი კობახიძის სახით ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილის სამხედრო აგრესიაში დამნაშავეთო 2008 წლის აგვისტოშიო და პასუხისმგებლობა უნდა დაიკისროს ქვეყანასო, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილიო იყო საქართველოს პრეზიდენტიო და საპრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას, აბა ვინ? ამაზე არ უფიქრიათ ეთყობა ესეთ რაღაცებზე, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ და ის კი არ უძახონ ერთი მეორეს პოლიტიკური კლოუნადის გამო. არა შენ დაიწყე პროვოკაცია, შენ ასექენი, შენ დაიწყე ომი, შენ დაიწყე. ეს კი არ ის თქვან. რომ შენ თავარსარდალი ხარ დამნაშავე სამშობლოს ღალატში, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც შენმა ქმედებებმა მოუტანა შენ ქვეყანას. ეს ფორმულირება, რომ იციან, ამათ არ შეუძლიათ. ამათი გული უნდა მოიგონ. ამას უყურებენ რუსები, ამას უყურებენ სეპარატისტები და აი ესეთ რაღაცას მერე გვეუბნებიან. ახლა მიბრუნდით და ივანიშვილის ბოდიში აიფარეთ ტრაკზე. ოსებთან მოხდილი ბოდიში და ესა რა ქვია, უნტკიცეთ, რომ დამნაშავეები თუ არ იყავით, ბოდიშს რატო იხდიდით? დამნაშავეები თუ არ იყავით, რატო ადებთ სააკაშვილის ხელს და ადექით ბატონო ბარიღამ და აღიარეთ აფხაზეთი და აღიარეთ სამაჩაბლო და აგერ რა თურქები პირველი მასში არიან, ხაზში არიან და მორჩა და დამთავრდება ამით ყველაფერი. დავასრულოთ, ვაღიაროთ ეგ ყველაფერი, კოცებო. თქვენ მაგის დამბრუნებლები მაინც არ ახართ და აღიარეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაშინ მაგის დედაცვატირე და გავაგრძელოთ, მერე ბიზნესი გექნებათ, ვაჭრობა გექნებათ, ფული გექნებათ, ოქრო გექნებათ, ყველაფერი გექნებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალვე მოაწერდნენ ესენი ამას ხელს. აი ხვალვე მოაწერდნენ ამ ყველაფერს ხელს, უბრალოდ ერთი რაღაცის შიში აქვთ. ეს რო გავაკეთოთ, ვაი და ჩვენ ხალხმა არ ჩაგქოლოს. დარწმუნებული ვარ, ისე არის გამოლენჩებული და ისე არის გამოჩლუნგებული ქართული საზოგადოება. იტყვიან, რომ აბა ომი გინდაო, კაცო. რა თქმა უნდა, სწორია, ბიძინა, მაინც არა, ჩვენიო, აგერო. აგერ ნაცებსაც რო კითხო, აგერ ტაოკლარჯეს კაცო, ამდენი ხანია, ჩვენი აღარა, უკვე ლამის 100 წელიწადია თურქებისა და ჩვენ გვეკითხება ახლა მაღაზე ლაპარაკს, გაერომცნო და აგერ ახლა 35 წელიწადია არ ჩვენია აფხაზეთი და სამაჩაბლო და ავდგეთ ახლა და მოუწეროთ ხელი მაშინ ბარეგამ და იყვნენ, ჩვენ მაინც ვერ ვიბრუნებთ და არანაირი პერსპექტივა არ აგვაქვს და აბა ომი გინდათ ვიძია. ხო, დარწმუნებული ვარ, ამასაც გააკეთებენ, ერთადერთი მიზეზის გამო არ აკეთებენ. და ეს მიზეზი არის შემოკარგებო ის, რომ თვითონ რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნონ. აბა გამეცით ახლა ვინმე პასუხი, რატო არ გამოდის არც ერთი ხელისუფალი, არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის წარმომადგენელი და რატო არ გმობს თურქების
ჩადენილ ქმედებას აფხაზეთთან მიმართებაში, რატო არ გამოდის არც ერთი, რატო არ ამბობს ღიად რუსეთთან მიმართებაში, რომ ის რაც ჩვენ გაგვიკეთეთ 2008 წლის ომის დროს, იგივე მოგიბრუნდათ უკრაინაში და თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც არ შეგიძლიათ არც სისხლით ნათესავის თქვენი ძმის ატანა, თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც არ შეგიძლიათ სულიერი და კულტურული და მენტალური სიახლოვის ადამიანის ერთმორწმუნე ხალხის ატანა და აი ამას ღებულობთ თქვენ. საქართველო არ ვარგა, უკრაინა არ ვარგა, ერთ პერიოდი ბელორუსიაზე იყავით გადაკიდებული, არ ვარგა. ოდიშით. რაღაცა თქვენშია იქნება შესაძლებელი და რაღაცა თქვენი ბრალიცაა იმაში, რომ ქართველებთან ვერ ლაგდებით, უკრაინელებთან ვერ ლაგდებით, ვერავისთან თქვენ ვერ ლაგდებით, სომხები თქვენი მოკავშირეები იყვნენ, ვერ ლაგდებით. წავიდა სააკაშვილი თუ იყო პრობლემა, არა სააკაშვილი, დაპატიმრებულიცაა სააკაშვილი. რატო არ მივდივართ იმაზე, რომ ვილაპარაკოთ, რატო არ მივდივართ იმაზე, რომ თუ კი ვაჭრობა შესაძლებელი არის, თუ კი ტურიზმი შესაძლებელი არის, ენერგეტიკული თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, 18 წლის თავზე რატო არ შეგვიძლია, რომ მინიმუმ დიალოგი დავიწყოთ აფხაზეთთან, სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, რატო არ აკეთებთ ამას? რატო არ ამბობთ? რატო არ დგამთ ერთ ნაბიჯს? ხო ხედავთ, რომ დაკიდებული ყავხართ მთელ დასავლეთს. ნახმარი განდონივით გამოიყენეს სააკაშვილი. გააკეთებიეს მისი საქმე, რაც უნდათ და მორჩა და დამთავრდა. დღეს რო იძახიან, დასავლეთი რა შუაშია? დიახ, დასავლეთი არის შუაში, დასავლეთი არის თავში. ზუსტად რომ დასავლეთს უნდოდა შეემოწმებია რუსეთის ქმედება, წავიდოდნენ თუ არა რუსები იმ მოქმედებაზე, რაზეც არ იყვნენ წასული, მათი საზღვრების გარეთ დაიწყებდნენ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. მათ ექნებოდათ ამის ქმედება, მათ ექნებოდათ ამის მცდელობა. წავიდოდნენ თუ არა? რა მდგომარეობაში იყო რუსული არმია? შეეძლო მას ბრძოლა, არ შეეძლო მას ბრძოლა? ეს დასავლეთის მოთხოვნა იყო და დასავლური სპეცსამსახურები ამას დიდი ყურადღებით უყურებდნენ რუსული არმიის სუსტ და ძლიერ წერტილებს. დასავლეთის ინტერესებში იყო, რომ გადაკიდებული იყო საქართველო და რუსეთი ერთმანეთთან, რომ ერთადერთი ხსნა მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირი და ნატო ყოფილიყო, ვითომ და ოდესმე გავწევრიანდებოდით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. რატო არ ამბობთ ამას? არ ამბობთ, იმიტომ რომ ფეხებზე კიდიათ. იმიტომ რომ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, იმიტომ რომ მოღალატეები ხართ. ეხლა ერთი რაღაცას მინდა კიდე ესევე გამოვეხმაურო, დიდხანს არ შეგაწუხებთ, გამოვიდა ეს სინკარა, ეს ერთდროს გენერალური შტაბის უფროსი და განაცხადა ესეთი რაღაცა, დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი ვახტანგ კაბანაძე. ამდენად დაავადებული, ამდენად ავადმყოფი საზოგადოება 18 წელიწადია იმის დეფინიციას რო ვერ იძლევა, ომი ვინ დაიწყო, ან ომი საერთოდ იყო. მე გეტყვით, რომ ამ იურიდიული სტატუსით და იურიდიული დოკუმენტებით ომი საერთოდ არ ყოფილა. რუსეთს ომი საქართველოსთვის არ გამოუცხადებია, არც საქართველოს გამოუცხადებია რუსეთისთვის ომი. არ ყოფილა ეს. ომის იყო საომარი მდგომარეობა გამოცხადებული, იგიც 9 აგვისტოს გამოცხადდა. დღეს 18 წლის წინ გამოცხადდა, 9 აგვისტოს გამოცხადდა ეს რა ქვია, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში. საომარი მდგომარეობა ომს არ ნიშნავს. საომარი მდგომარეობა შეიძლება ქვეყანამ გამოაცხადოს, მაგრამ არავის არ ეომებოდეს. ეს სხვა რაღაცაა, ეს სხვა იურიდიული სტატუსია. ეხლა გამოდის და იძახის აგერ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, ეს და მორჩა, სხვა არავინ და არაფერი არ გვაინტერესებს. კი, გასაგებია ის, რომ საერთაშორისო სამართლის ენაზე, საერთაშორისო იურიდიული ტერმინოლოგიით, დეფინიციით, დიახ, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოში. დიახ, რუსეთმა. იმიტომ რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი რუსულმა არმიამ გადმოკვეთა და შემოიჭრა და გაეროს წესდება პირდაპირ ადგენს აგრესორის დეფინიციას. ქვეყანა, რომელიც მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, ყოველგვარი გაეროს სტანდარტის და გაეროს წესების გამოცხადების წინააღმდეგ უშიშროების სანქციის გარეშე და ასევე პლუს ამ ყველაფერს რო დაუმატოთ, არც ჩვენ ქვეყანას არ მოუთხოვია რუსების შემოჭრა საქართველოში. მაგრამ ამას მიაყოლეთ მე ამდენი იდიოტი საქართველოში, რომელიც ხოცავს ერთი მეორეს, ხოცავს, არა, რუსეთმა დაიწყო ომი, არა საქართველომ დაიწყო ომი. რატო თხოვთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რატო თხოვთ? ნებისმიერ რიგით ქართველს რატო თხოვთ, რომ იცოდეს საერთაშორისო სამართალი? რატო თხოვთ?
რატო უნდა იცოდეს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ საერთაშორისო სამართალი? საქართველოს რიგითმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, რომ დიახ სააკაშვილი გამოდიოდა, იძახდა, იბრიქებოდა, ახლა გადავედით შეტევაზე, ახლა ავიღეთ ცხინვალი, ახლა გავანთავისუფლეთ ერთი სოფელი, ახლა გავანთავისუფლეთ მეორე სოფელი, ახლა ამას ვიზამთ, ახლა იმას ვიზამთ და მერე, როდესაც 9 აგვისტომდე რუსეთს საერთოდ არ ახსენებდნენ და 9 აგვისტოს დაიწყეს ეს რა ქვია, რუსეთის ხსენება. აი რუსეთი შემოვიდა, აი რუსეთი შემოიჭრა, მანამდე არა. ერთი სიტყვა არ ხსენებულა. მანამდე გამოდიოდნენ და იძახოდნენ რუსეთს ომი არ უნდა, რუსეთი არ ჩაერევა, რუსეთი კაცო მედვედევი ახალგაზრდა კაცია. ასე არ იძახოდით? ეხლა რატო თხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, თქვენ მოქალაქეებს, რატო თხოვთ რომ მათ ზეპირად იცოდნენ საერთაშორისო სამართალი და ილაპარაკონ საერთაშორისო სამართლის ენაზე? ვერ დაგელაპარაკებათ თქვენ, მაგრამ რიგითმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის რომ რუსეთს საქართველოს ომი, რომელიც იყო 2008 წელს, სააკაშვილის ქმედებას მოყვა. და რა ამას თვითონ სააკაშვილი აღიარებს და თვითონ აღიარებდნენ ნაცები და ამაზე აქვს ხელი მოწერილი. ამაზე მოაწერეს ხელი სტრასბურგში, ეს დაუწერათ იმან რა ქვია, ტალიავინმა და ასე შემდეგ. და ეხლა ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ჩვენ უნდა ვიძახოთ, არა, იმას რასაც ნაცებმა მოაწერეს ხელი, ეს არ არის მართალი. ხალხო, ეს ტყუილია, ეს თქვენ გელანდებათ. ეს არ მომხდარა, იცით? ეს არ მომხდარა, კაცო. აი ეს სადა ეს ერთი ეს აგერა ბატონ. აგერა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას და არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას აი ამ დედარძე მოტყუნს, ამ გალსტუკიან ხვლიკს, ურიების შნირს თვითონ აქვს ხელი მოწერილი. რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს. რომ ქართულმა მხარემ გამოიყენა ასევე აკრძალული იარაღი. აგერა, ამათი ხელმოწერა. რატო არ იწყება ამათზე სამშობლოს ღალატის მუხლით დევნა? რატო არავინ იღებს ხმას? ამასაც deep state გიშლით? და რა მინდა გითხრათ, იცით? ბიჭო, ყველა იძახით, ამან დაიწყო ომი, იმან დაიწყო. ბიჭო, კაციშვილი არ ამბობს ვინ წააგო ომი? ვინ წააგო ომი? გეკითხებით ერთი. მე გეკითხებით, რუსეთი რო არ ჩარეულიყო ინფორმით, რა ფორმითაც ჩაერია, გავსულიყავით როკის გვირაბთან და აგვემართა დროშა და ასე შემდეგ, მერეც რუსეთს დააბრალებდით ომის დაწყებას? არ მაინტერესებს. თქვენი პრიმიტიული აზროვნებით, რომლისას გჯეროდათ. და მე მაინტერესებს ერთი ვინ წააგო ომი? რუსეთმა წააგო ომი თუ საქართველომ წააგო ომი? ამაზე არავის უნდა ლაპარაკი. ამაზე არავის არ აინტერესებს. რუსეთმა დაიწყო ომი და ყველაფერი პასუხისმგებელი არის რუსეთი. ვინ? ვინ გვიმტკიცებს ამას? ერთი სომეხი, მეორე ებრაელი და ახლა კიდე თლათ ახალი სასწაული გამოჩნდა აგერ კიდე. ეს ეს ლიტველი ნაბიჭვარი, რომელიც პარამიძე, რომელიც გამოხდა აგერ და იძახის რომ ესო რა ქვია, ტყვეებსო ხრედითო. რა უბედურება ამ საქართველოს ხელისუფლების სათავეში, სომეხი, ებრაელი, პრიბალტიკელი, რარჯულის ხალხიც გინდა ისა, ყველა, ქართველი არა. და დაზარალებული ვინა? საქართველო და ქართველი ერი. ამაზე ტვინის განძრევა ჩვენ არ გვინდა. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. თუ ვინმე რაღაცა განსხვავებული რაღაცა სიტყვის, აბსოლუტურად ყველა არის მოღალატე. აბსოლუტურად ყველა არის მოღალატე, არა აქვს მნიშვნელობა. აგერ ახლა ვიღაცა გამოსირებული LGBT შემომიხდა, ეს რო პატრიოტიზმზე დაგიწყებს ბიჭო ლაპარაკს, ეს რო დაგიწყებს მოღალატის დაძახებას. და ეს სირიმი სადღაც, რა ვიცი, იტალიაში თუ სად ვირის ტრაქში აგდია ჟღვინტიანი, რომელიც ის იყო, რა ქვია, 10 წლის იყო 2008 წლის ომის დროს ტრუსიკით დარბოდა. ეს მე მიძახის მოღალატეს და ჩემნაირებს ეძახის მოღალატეებს. ეს სირი, ეს პიდარასტი ეს. თვითონ ჯარშიც არ აქვს დამსახურები, არც აინტერესებს. და ამან იცის. მეორე ვიღაცა ტრანსგენდერი ყავს, დაქალი ის შემოვარდა კიდე და ის მასწავლიდა იმას თურმე რომ ფორმის დარღვევით ამაქვს თურმე სურათი გადაღებული ომის დროს, იმიტომ რომ თურმე ფორმაა თურმე დარღვეული. იმდენი არის ის ამ გამოსწირებულმა მეტრაკემ რომ ომის დროს არანაირი ემბლემა და არანაირი ქვედანაყოფის ნიშანი და არანაირი
წოდების ნიშანი არანაირი სახელი გვარი და განმასხვავებელი არ შეიძლება ჯარისკაცს მატაროს. და ესენი არიან პატრიოტები და მე ვარ ესა რა ქვია ტერი და მე ვარ მეგობარი. ესა ეგენი არიან საქართველოს ისინი რა ქვია ძმები და მეგობრები ნატოსთან ერთად. აი ესა იცით, აი ეს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს საერთოდ და ჩვენ ერს უპავს ის რომ სიმართლის თქმა არავის არ უნდა. ამიტომ ამ ქვეყანას აი დღეს რო იძახით ისა რა ქვია გაიყვანონო ჯარებიო იმიდანო რა ქვია რუსეთმაო აფხაზეთიდანო და მე ვილაპარაკოთ დანარჩენებზე. და რუსეთმა რო გაიყვანოს ჯარები ვისი ჯარი შევა იქ? თქვენ გონიათ ქართულ ჯარში აყოფიებს ვინმე წვიერს? ეგ არის შევა მილიონიანი თურქეთის ჯარი. დამოუკიდებელი აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რომელსაც აღიარებენ თითქმის. ოფიციალურად არ აქვს აღიარებული თუ არა აფხაზებს თურქებიდან უდგათ სული. იქაური დიასპორიდან უდგათ სული, არა მარტო რუსებიდან. ასეა. ვაჭრობა არის, მისვლა-მოსვლა არის, კურნალობა არის, თუ რა არის, მაგათ გამოხდება ეგ ყველაფერი. რასაც რუსეთში ვერ აგვარებენ, იქ აგვარებენ. თურქეთში. მათ ძმებთან და მეგობრებთან. ესენი ერდოღანს უძრებიან ტრაქში. ამას რო იტყვი ეს რუსული პროპაგანდა. ეს თურმე არ ყოფილა. დღეს მარტო რუსეთი არის მტერი. სხვა საქართველოს მტერი არ აყავს. და მთავარია რუსეთი დამარცხდეს. ამერე ჩვენ ნელა მოვკიდებთ ხელს ჩვენ ტერიტორიებს და გათავისუფლდებით. აი ესეთი ჩლუნგი. აი ესეთი ავატყოფი, ესეთი იდიოტი ხალხი რამის ღირსია საერთოდ. აფხაზეთის და სამაჩაბლოს კი არა არსებობის ღირსი არის საერთოდ. უძახეთ ქალბატონო გაურკვეველი სქესი. დღეს მთელი ქართული პოლიტიკა, მთელი ქართული სოციუმი, რომელიც ეს ნაღებ საზოგადოებას ეძახით, მთელი ეს ინტელექტუალური ელიტა, მოაზროვნე და აქტიური ხალხი სულ ამნაირი გაურკვეველი სქესის ადამიანებით არის სავსე და სულ ამ ტრანსგენდერებით და ამ პიდარასტებით და ამ უბედურებებით არის სავსე და ამათ მიყავთ პარადი ქვეყანაში. რამდენი პიდარასტი არის ქოცებში, რამდენი პიდარასტი არის ტელეკომპანია იმედზე. რამდენი LGBT არის მაგათ იმაში რა ქვია სტრუქტურებში ხო? რა გითხრათ რა იმდენი გახარება მომცეს მე ღმერთო. ესენი დაგიწყებენ ღირსებაზე, ადამიანობაზე, თამოყარეობაზე ლაპარაკს. ამის წინებზე გამოვიდნენ და იმას რა ქვია იმ LGBT-ებს დაუწყეს იმასქნა რა ქვია ლანძღვა და გინება რომ ესო ვიღაცა ეს რო არის თაბაგარი და ეს ცნობილი LGBT უფლებების დამცველები თურმე 8 აგვისტოს იმაში ანტვერპენში მიდიანო ემათო რა ქვია გეი პარადის ჩასატარებლად. ჯერ როდის მე იყო პიდარასტებს საერთოდ სამშობლოა დარდებდათ მე არ ვიცი ვერ გეტყვით ეს რაღაცა არ მახსენდება მაგრამ ხო კაი აბა სად უნდა წასულიყო და შინდისის გმირების საფლავზე უნდა წასულიყო და იქ უნდა გაეშალათ LGBT დროშა ხო და ვიტყვი და დავამთავრებ რა და გამოუხტათ ის იქიდან რა ქვია ის LGBT იმიდან ანტვერპენიდან და სახელები და გვარები დაწერა პირდაპირ აგერო ჯაჟანიძეო მეტრაკეო